ეხლა განვიხილოთ ეგეთი რაღაცა, რომ FCL დეტალში, როდესაც ჩვენ ერთ კონტეინერი გავწერეთ ეხლა, დავუშვათ ჩვენ გვინდა რომ კიდევ მეორე კონტეინერი გავწეროთ და ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად არის რომ ეს კონტეინერი არის მსგავსი, შეიძლება ტვირთიც მსგავსი იყოს, შეიძლება კონტეინერის ტიპიც მსგავსი იყოს და პრინციპში ყველაზე მთავარი არის ის, რომ კონტეინერში, როდესაც ჩვენ გავწერთ მოქმედებებს და ეხლა რო გვინდა რომ მეორე კონტეინერი დავამატოთ, მაშინ ეს მოქმედებები იქაც უნდა ვიმეოროთ. ამიტომ იმისათვის რომ ესე იგი მარტივად გაკეთდეს სისტემა იქცევა ესეთნაირად რომ აი კონკრეტულად მაგალითად აი ამ შემთხვევაში პირველი FCL booking order-ში რო შევედეთ დეტალების ესე იგი კონტეინერში ანუ ისე დეტალებში რო შევედეთ FCL booking order დეტალების რეესში ეს კონტეინერი ახლა დამატებული მქონდა და აი მე შემიძლია დაგანახოთ რომ ამ კონტეინერში მე უკვე მოქმედებები ჩაყრილებიც მქონდა. აი ეხლა რო დავუბრუნდე და აი აქ რო დამატება შაბლონით, ანუ სავსე პლუსი რო გავაკეთო, მაშინ ეს გამიმეორებს ყველა იმ ველს, რომელიც წინა, ესე იგი, ჩანაწერში იყო, მე შემიძლია აქ რაღაცა შევცვალო, რედაქტირებაც გავაკეთო, მაგალითად ტვირთის რაღაცა დასახელება შევცვალო, შეიძლება თანხაც შევცვალო, სიტყვაზე 800 დაუწერე, შეიძლება სხვა პარამეტრები შევცვალო, ხო? და რაც თავარი არის, აი ახლა ეს რო დავასეივო აქა. აი აქ შეიქმნა ეს ახალი ჩანაწერი, აი განსხვავებული მითი, მაგრამ იმის გამო რომ მე შევედი შაბლონით, აქ მოხდა ერთი განსხვავებული რაღაცა, რომ აი ხა რედაქტირების დროს უკვე გამოჩნდება, რომ აქ უკვე წარმოქმნილი არის, ესე იგი, ავტომატურად შეკვეთის კონტეინერი, რაც მე რომ შევედი აი 293-ზე, რომელზეც ეხლა ვთქვი, აქ უბრალოდ სუფიქსი და ნომერი არ არის გაწერილი, იმიტომ რომ სისტემამ რეალურად არ იცოდა, მაგრამ ყველაფერი გაწერა, ანუ ექშენებიც ჩაალაგა, თავის ადგილას უბრალოდ მე ეხლა ვიტყვი, აი ესე იგი MSCU სიტყვაზე 2345678 სიტყვაზე ესეთი ის გავაკეთოთ და აი ეს კონტეინერი რა ხარ თქვი, ანუ აქედან ციფრში შემიძლია მე უკვე გამოვიდე, იმიტომ რომ მიდმაც აღარ უნდა ამას. ეს მე მოლიცი იყო, კი აი ჩანს კიდევაც უკვე. ანუ მე უბრალოდ იმ შეკვეთის კონტეინერს გავუწერე, მარტო ხა სუფიქსი და ნომერი, მეტი ფაქტობრივად არაფერი გამიკეთებია, მიბმა იქ არსებობდა. შევედი ესე იგი ამ კონტეინერში, შევედი აქაც და უკვე ვხედავ რომ აი ამას უკვე ეს დაკოპირებული აქვს ის მოქმედებები, რომელიც წინა კონტეინერს ჰქონდა. ანუ თავიდან რომ გავიმეოროთ ესეთი რაღაცა არის, რომ ვქმნით FCL booking order-ში პირველ კონტეინერს, პირველ კონტეინერის ქვემოთ ჯერ ვქმნით ყველა მის actions, შემდეგ ვბრუნდებით ისევ კონტეინერების რეესზე, ვამატებთ მეორე კონტეინერს უკვე შაბლონით და არა ცარიელი პლუსით, არამედ სავსე პლუსით ვამატებთ და იმის გამო რომ სავსე პლუსით ვამატებთ, ის actions-ები, რომელიც ჩვენ პირველ კონტეინერზე ნათქვამი ქონდა, უკვე გვემეორდება და ამისთვის ამითი ფაქტობრივად ვაკეთებთ პატარა ეკონომიას, რომ უფრო სწრაფად ავწეროთ ეს ხერხები და როცა თქვა გვაქვს 10 და 12 და 15 კონტეინერი ერთ შეკვეთაში. ცალსახად, იმიტომ რომ სხვანაირად მაშინ თვითონ კონტეინერზე უნდა ის actions-ების დამატებები გვეკეთებინა.